ამ ბრძოლებში ტოტალიზატორებმა მილიონები იშოვეს და დღეს გავიხსენებთ ისეთ ბრძოლებს, სადაც MMA-ს გულშემატკივრებს და სულ ყველას ეგონათ, რომ ეს ბიჭები წააგებდნენ, მაგრამ ამ ბიჭებმა მოიგეს. კი არსებობს ისეთი ვარიანტი, რომ ვიღაცას შეიძლება გაუვარდეს და წარმოუდგენელი შეხვედრა მოიგოს, მაგრამ არის ისეთი შემთხვევები, სადაც უბრალოდ არაფასებენ სპორტსმენებს და სერიოზულად არ იღექვავენ მათ და ისინი კიდე სახეებს აძრობენ ყველას. დავიწყოთ მერაბ დვალიშვილის ამბავით 2017 წელს, როდესაც მერაბი ჯერ UFC-ში არ იყო და რიგითი ბრძოლა ჰქონდა, ერთ-ერთი ესეთი მებრძოლი იყო სტოსი, მაგარი მებრძოლი, მაგ მომენტისათვის მერაბს ჰქონდა 8 შეხვედრა ჩატარებული პროფესიონალურ MMA-ში, საიდანაც 6 ჰქონდა მოგება, 2 ჰქონდა წაგება. და სტოსი მოდიოდა 8 შერკინებით და ყველა შერკინება ჰქონდა მოგებული და თან მოგებული ჰქონდა საბმიშენებით, ნოკაუტებით და აი ყველას მაგარი იმედები ჰქონდა და მისმა მწვრთნელებმა და მეგობრებმა დაპატიჟეს ამ ბრძოლაზე დანა ვაითი, რომ უთხრეს, რომ აი UFC-ში გაუფორმეთო კონტრაქტიო, იმიტომ რომ ამომავალი ვარსკვლავიაო, ძალიან სერიოზული ტიპი არისო და დანა ვაითი ისე დაარეკლამირეს და ისე გააგიჟეს, რომ დანა ვაითი მოვარდა ეგრევე ამ შეხვედრაზე, დაჯდა და აქ მერაბიმ ჩაუშხამა მაგათ წვეულება. ზუსტად მე-15 წამზე მერაბი თავისი ბექსფისტით სწრაფად ბუმ და აღარ არის შენი სტოცი და დანა ვაითმა უყურა ამ ყველაფერს და იმის მაგივრად რომ სტოცისთვის მიეცათ ეს კონტრაქტი, მივიდა და მერაბის გაუფორმა ეს კონტრაქტი ჩვეულებრივად და დღეს კიდევ ჩვენი მერაბ დვალიშვილი უკვე არის UFC-ს ჩემპიონი. Fyodor Emelianenko-ს ვიცნობთ სულ ყველა, ვინც ამ თემაშია და ვისაც უყვარს ორთაბრძოლები, ვისაც არ უყვარს ორთაბრძოლები, იმასაც ახსოვს Fyodor Emelianenko 2010 წელს ის მოდიოდა 33 პროფესიონალური ჩხუბი ჰქონდა ჩატარებული, სადაც გახდა პრაიდის ჩემპიონიც და იმ მომენტისათვის Strikeforce-ში იყო გადასული და 33 ბრძოლიდან თქვენ წარმოიდგინეთ 32 ჰქონდა მას მოგებული. უმაგრესი კაცი, უნიჭიერესი და მაგ მომენტისათვის აი საერთოდ არავინ არ ფიქრობდა, რომ შეიძლება Fyodor Emelianenko-მ წააგოს. ანუ ეს ამაზე ლაპარაკი საერთოდ არ შეიძლებოდა, იმიტომ რომ ეს არ მოხდებოდა. და აი Fyodor Emelianenko-ს ხვდება Fabrizio Verdumi. კი, მაგარი მებრძოლი, რომელიც ბრძოლობდა ჯერ პრაიდში, მერე გადავიდა UFC-ში. იქ დანა ვაითთან რაღაცა ვერ გაიყო, გააგდეს UFC-დან, მერე გადმოვიდა Strikeforce-ში და შეხვდა Fyodor Emelianenko-ს. მაგარი მებრძოლია, კი, მაგრამ არავინ არ ფიქრობდა საერთოდ რომ ეს რაღაცა კონკურენციას გაუწევდა Fyodor Emelianenko-ს. მაგ დროისათვის Verdum-ს ჰქონდა საერთო ჯამში 17 ბრძოლა ჩატარებული, საიდანაც ჰქონდა 14 მოგება და 4 მარცხი. რაუნდის დასაწყისში Emelianenko-მ დაანოკდაუნა კიდევაც, დააგდო და შეაჯდა დასაფინიშებლად და აქ ესეთი რაღაცა ხდება. Verdum-მა დაითრია Emelianenko-ს ხელი armbar-ზე და აი ლამაზი საბმიშენი გაუფორმა და Emelianenko აგებს. ეს იყო შოკი, 10 წლიანი დომინაცია, 10 წლის განმავლობაში წარმოიდგინეთ Fyodor Emelianenko არასდროს აი ახლოსაც არავინ არ იყო წაგებასთან და ტოტალიზატორებმა აი მაგ პერიოდში არ ვიცი რა, ალბათ თითო ტოტალიზატორი კიდე თითო ტოტალიზატორს გახსნიდა. და ყველას გვახსოვს Mirko Crocop-ი, უმაგრესი მებრძოლი, რომელმაც თავისი ფეხით აი დაასახიჩრა ძალიან ბევრი ადამიანი. მაგაზე ამბობდნენ, რომ მარჯვენა მაგისი ფეხი არისო საავადმყოფო, მარცხენაო კიდევ პირდაპირ სასაფლაო. Crocop-მა პრაიდში უამრავი ბრძოლა მოიგო, ჩემპიონიც გახდა, მაგრამ 16 ნოკაუტი აქვს ადამიანს, აი წარმოიდგინეთ 16 ადამიანი მან დაასახიჩრა ეს პრაიდში. მერე გადავიდა 2007 წელს UFC-ში და UFC-ში შევიდა თუ არა კიდევ პირველ რაუნდში დაანოკაუტა თავისი ოპონენტი, მაგრამ სამ UFC-ში გადმოვიდოდა 2007 წელს. 2006 წელს წარმოიდგინეთ 4 ბრძოლა ჰქონდა 4 თვის განმავლობაში და 4-ვე ბრძოლა პირველივე რაუნდში ნოკაუტით მოიგო. ანუ მონსტრი, რომელსაც უნდა მოიგო ეს ბრძოლა ყველა ვარიანტში, ანუ არავის არ ეგონა რომ ის წააგებდა. და 2007 წელს Gabriel Gonzaga ხვდება Crocop-ს. Gabriel Gonzaga მაგარი მებრძოლი იყო, მაგრამ UFC-ში 5 ბრძოლით მოდიოდა და წინა ბრძოლა ნოკაუტით ჰქონდა მას წაგებული და აი არავინ არ ფიქრობდა საერთოდ რომ რაღაცა წინააღმდეგობას გაუწევდა და
მოკლედ შეუვარდა ეს გონზაგა, აჯობა გადაიყვანა პარტერში, კროკოპი იმ პარტერშიც დაუშვა ტეიქდაუნის მერე და მოკლედ ცოტა გაიწელა ეს ვარიანტი და მსაჯმა აყენა, ისევ დააყენა ფეხზე და აი ყველას რო ეგონა რომ აი პარტერიდან ამოძრა კროკოპი და ეხლა ფეხით სახეს ააძრობს, ზუსტად ფეხით სახე ააძრო უკვე გაბრიელ გონზაგამ თვითონ კროკოპს. ეს იყო ყველაზე ისეთი მოულოდნელი და შოკის მომგვრევი გამარჯვება გონზაგასთვის. და ყველასათვის ცნობილი რონდა როუსი, მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, რომელმაც ოლიმპიურ თამაშებზე ბრინჯაო მოიპოვა. უმაგრესი მოჩხუბარი გოგო, რომელმაც ჯერ სტრაიკფორსში სახე ააძრო სუყველას და მოიპოვა ტიტული და მერე ეს ტიტული დაიცვა და გადმოვიდა UFC-ში და პირდაპირ ეგრევე სატიტულო ბრძოლით გადმოვიდა. მოიგო, გახდა UFC-ს ჩემპიონი და თქვენ წარმოიდგინეთ ZDZ 7-ჯერ დაიცვა თავისი სატიტულო ქამარი. 2015 წელს რონდა როუსი კიდევ ერთხელ იცავს თავის ტიტულს, უკვე ლეგენდა არის, ყველა მიცის რომ ის მოიგებს და ხვდება ჰოლი ჰოლმს, რომელიც არის ყოფილი ჩემპიონი კრივში, რომელმაც 3 წონითი კატეგორიაში მოიგო კრივში, 16-ჯერ დაიცვა თავისი ქამარი, თავისი ტიტული. წარმოიდგინეთ რა მაგარი მოკრივე იყო და იქამდე კიდევ სამოყვარულო კიკბოქსინგით იყო დაკავებული და რონდა როუსი ყველამ ვიცით რომ მოჭიდავი არის და თუ დგომში გაუჭირდებოდა გადადიოდა ხოლმე ჭიდაობაში და აღჭობდა და სახეებს აძრობდა იქ მიწაზე, მაგრამ ამჯერად მოინდომა რონდა როუსმა დგომში ბრძოლა 16-ჯერ დაცული ქამრის მოკრივესთან. წარმოიდგინეთ და რა მოხდებოდა, რა თქმა უნდა სახე ააძრო ხოლმა. ჯერ მარცხენა გაუტარა და უკვე ნოკდაუნში იყო და ეგრევე მიაყოლა საკონტროლო ფეხის დარტყმა და უკვე всё მითიშული იქვე ეგდო სანამ საჯი მოვიდო და ეს ხოლმე კიდე დაადგა და კიდე სახე ააძრო და მოკლედ აი ესე დასრულდა რონდა როუსის ისტორია. მაგის მერე ერთხელაც კიდე მოინდომა როუსმა გამოსვლამ, კიდევ ერთხელ წააგო და აი მაგითი დაასვლა. მე გადავიდა სადაც ფილმებში იგებდა რაღაცეებს. ჯორჯ სენ-პიერი, უმაგრესი სპორტსმენი, რომელმაც დაუმარცხებლად დაასრულა თავისი კარიერა UFC-ში, კაცი საბმიშენი, კაცი ტეიქდაუნი, კაცი ნოკაუტი, ყველა სართულზე და ყველაფერში ძალიან მაგარი მებრძოლი იყო, ძალიან მაგარ პატივს სცემდა, მიყვარს ეს მებრძოლი. ერთადერთი იმას გავიხსენებ, რომ სანამ მერაბ დვალიშვილი შემოვიდოდა UFC-ში, ტეიქდაუნების რეკორდი ეკუთვნოდა ამ კაცს, მაგრამ ჩვენმა ქართველმა ეს შეცვალა ეგრევე. 2007 წელს ის უკვე UFC-ს ჩემპიონია და მეცერას წინააღმდეგ გამოდის თავის ტიტულის დასაცავად და მაგ დროისათვის მეცერას ჰქონდა 14 ბრძოლა ჩატარებული, საიდანაც 11 გამარჯვება ჰქონდა, ჯორჯ სენ-პიერს კიდევ 14 ბრძოლა ჰქონდა ჩატარებული, საიდანაც 13 გამარჯვება ჰქონდა. და აქაც არავის არ ჯეროდა რომ სერა მოიგებდა, მაგრამ ერთ მომენტში აი რა ხდა ყველაფერი შეიცვალა. სერამ დააყარა ჯორჯ სენ-პიერს, აი როგორ იცი, ერთი გაუტარა, ორი გაუტარა, სამი და უკვე დააყარა და ბოლოს საჯმა გააჩერა ეს ბრძოლა. მაგრამ აქ დავამატებდი რომ ამ წაგების მერე ჯორჯ სენ-პიერმა სასწაული ჩაიდინა. მან 13 ბრძოლა მოიგო ამ წაგების მერე და სერასაც შეხვდა, აი რა უკნა, იცი, გაანადგურა, ღვიძლი ამოაგლიჯა, 13 ზედიზედ ბრძოლა მოიგო, მოიპოვა ქამარი და მერე კიდე 11ჯერ დაიცვა. ეს ყველაფერი სერას წაგების მერე, ბევრი იტყვის, მაგრამ სერას წაგების მერე არ ყოფილა. მან უცხო პლანეტელებთან კონტაქტი დაამყარა და ეხლა ნუ მიყურებთ თვალებში ეს ღიმილით, ეს თავისი ინტერვიუა და მაგისი მოწმეებიც არიან და აი მაგ უცხო პლანეტელებთან კონტაქტის მერე მას საერთოდ არ წაუგია და სხვათა შორის მაგაზე ხო არ გავაკეთოთ ერთი გადაცემა. შეგიძლიათ დაწეროთ და გაიხსენოთ კომენტარებში ის ბრძოლები და ის მებრძოლები, რომლებზეც იმედი საერთოდ არავის არ ქონდა, არც ტოტალიზატორებს, არც მეგობრებს, არც თავიანთ შვილებს, გავიხსენოთ და მე ერთადერთს იმას გავიხსენებ, რომ ადესანიას ჩხუბი ახლა იმავოლთან იყო ძალიან შოკის მომგვრელი. მე ჩემს მეგობრებს რავის უყველას ვეუბნეოდი, შეხედეთ ადესანია ისევ დადგა გამარჯვების გზაზე, სახეებს დააძრობს უყველას და ნუ პირველი რაუნდი თქვენს ნახეთ, კარგად წავიდა და მეორე რაუნდში იმავოლმა სახე ააძრო. მე შოკი მქონდა, აი დემეტრიუს ჯონს როგორი რეაქციაც მქონდა, ზუსტად ეგეთი რეაქცია მქონდა, უბრალოდ კამერა არ იყო ჩართული და არ ჩავიწერე ეს ყველაფერი. Get up, Izzy! Get up, nigga! Fuck! Fuck! God damn it! ნუ მოკლედ ადესანიას თავისი ცხოვრება აქვს, ღმერთმა გაუმარჯოს, ისედაც ლეგენდა ადამიანია და ძალიან მაგარი რაღაცა გააკეთა საერთოდ სპორტში, როგორც MMA-ში, ასევე კიკბოქსინგში. ჩვენთვის თავარი არის ჩვენი ქართველები იყვნენ კარგად და ჩვენ ქართველებმა მოიგონ ყველა თავიანთი ბრძოლა. ასე რომ ქართველებს წარმატება, მე კიდევ ამით გემშვიდობებით.